დიახ, ახალთიათთან მემყოფებით ახლა ჩვენ და სწორედ ამ წუთებში იწყება შეკრება. აქ მოვლენ ანდრო ჭიჭინაძის ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, გულშემატკივრები, მაყურებლები და ისინი კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ სოლიდარობას უკანონო დაპატიმრებულ ანდრო ჭიჭინაძეს. 53 სინდისის პატიმარი ყავს გამოკეტილი ივანიშვილის რეჟიმს ციხეში და დღეს შეიძლება ითქვას, რომ სწორედ სინდისის პატიმრების მხარდასაჭერი მსვლელობები უნდა მოეწყოს თბილისის ქუჩებში. 3 მთავარი ლოკაცია არსებობს: მარჯანიშვილის მოედანი,ავლობრის მოედანი, ასევე თესეუს პირველი კორპუსი. თუმცა ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერებმა, მეგობრებმა დაიწყეს შეკრება სწორედ ახალთეატრთან და ისინი მარჯანიშვილის მოედანზე ჩავლენ მსვლელობით და იქ შეუერთდებიან სწორედ დიდ საპროტესტო მარშს. მე გაჩვენებთ ახლა რა ვითარება არის. დავით დოიაშვილი, ანდრო ჭიჭინაძის ოჯახის წევრები, დეიდა აქ იმყოფებიან უკვე მსახიობები და მათ დაიწყეს შეკრება. რა თქმა უნდა, ყოველს მთავარი სათქმელი არის ის, რომ აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს უმოკლეს დროში პოლიტიკური პატიმრები. ჩვენ გვთხოვ ანდროს დედამ, რომ დღეს არ სურს საუბარი და ამიტომ ჩვენ ახლა ოჯახის წევრებს გავესაუბრებით, მათ პოზიციას მოვისმენთ ძალიან დიდი ბოდიში. პირდაპირ ეთერში ვარ და რამდენიმე სიტყვით კითხავთ დღევანდელ დღეზე. თქვენ მუდმივად ადევნებთ თვალს, რომ ანდროს მხარდასაჭერად ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის ქუჩაში და არ მხოლოდ ანდროსი 53-ვე სინდისი პატიმრის. რას ეთქოდით ახლა ანდროს? რა არის თქვენი სათქმელი დასმისთვის? იცით რა, ანდროს ვეტყურო ძალიან მენატრება, ვეტყურო ძალიან მიყვარს და ვეტყურო ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მაგრამ მაინც მე მზიათი მინდა დავიწყო, მე ძალიან მინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს, იმიტომ რომ ეს სერიოზული ამბავია, მე-13 დღეა მე მგონი დღეს და სოლიდარობას უცხადებ პირველ რიგში. ყველა პატიმარს უცხადებ სოლიდარობას და ანდრო როდესაც ვახსენებთ ანდროს, იგულისხმება რომ აბსოლუტურად ყველას და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ. ჩვენ კი ეხლა გვიჭირს ძალიან მძიმე მდგომარეობა, მაგრამ ხო გძნობთ რომ რაღაცა ახალი იბადება, ხო? ეს ხო ფაქტია. აი ეს ახალგაზრდები, ეს გუშინდელი დღე რაღაცა არაჩვეულებრივად ბედნიერი ვიყავი, თან სევდიანი ვიყავი, თან რა ვიცი, ყველაფერი ერთად და ანდროს განწყობებიც ასეთ იქნება და განწყობები დღეს დარეკა და თქვა წინა დღეს რო დარეკა კარგით რა ნუმაქებთ ამდენსო და გუშინ როგორი დღეს იყო ბედნიერი და დარეკა თქვა რომ აი მე რა კარგი იყო და ეს ანდროსგან ამის ნათქვამი მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ ალბათ მართლა ძალიან მოეწონა, არ შეიძლება არ მოწონებოდა ეს ყველაფერი და მართლა საოცარი დღე იყო. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. დღეს კიდევ ერთი დიდი შეკრება არის ახალთეატრთან. ჩვენ ახლა გავესაუბრებით ქალბატონ ნინო კასტრაძე, ბატონი ზალჩიკობავა და გვექნება მცდელობა რომ მათ კითხვები დავუსვათ პირდაპირ ეთერში. ბატონო ზალ, კითხავთ თქვენ დღევანდელ დღეზე. ანდროს მხარდასაჭერად ჩვენ ვხედავთ მუდმივად ქუჩაში გამოდის ძალიან ბევრი ადამიანი, გუში ვნახეთ არაჩვეულებრივი მანიფესტი. ანდროს პოზიციაც მოვისმენთ, ის ძალიან ბედნიერი ყოფილა ოჯახის წევრებმა. გვითხრეს, რას გვეტყვით დღევანდელ დღეზე და აი ამ სოლიდარობის მარშზე, რომელიც გადაწყდა რომ ყოველ პარასკევს უნდა ჩატარდეს 53 სინდისის პატიმრის მხარდასაჭერად. კი, თავისთავად ეს ყოველდღიურ რეჟიმად იქცა ჩვენთვის, რომ ჩვენ ამაზე ვილაპარაკოთ, ჩვენ ამისთვის შევიკრიბოთ, ჩვენ სოლიდარობა გამოუცხადოთ ჩვენი რეჟიმის პატიმრებს, ჩვენ როცა ვამბობთ ანდროს გულისხმობთ ყველას აუცილებლად და მზე ამაღლობელზე ლაპარაკი ზედმეტია და ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა აუცილებლად ასე ხოდით აი პატიმრებს, რომლებიც დიდი ალბათობით ადევნებენ თავს, ჩვენ ვიცით რომ უყურებენ მუდმივად პენიტენციურ და ძალიან რთული აქედან რაიმე უთხრათ გარდა იმისა, რომ მადლობა მათ აი იმ სიმტკიცისთვის, რომელსაც ინარჩუნებენ. ეს ძალიან რთული პროცესია. მე დარწმუნებული ვარ, არაერთი და უშუალოდ მათთვის მძიმე დღე არის ეს დღეები, როდესაც ისინი საპატიმროში ატარებენ. მაგრად იყავით ჩვენც მაგრად ვართ, იმიტომ რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ გარეთ იყოთ. აუცილებლად უნდა გარეთ იყოთ.
ბატონო, იცით რა, მინდა გითხოთ, ირაკლი კობახიძის, კახაკალაძის განცხადებები არ ვიცი ნახეთ თუ არა თუ მოისმინეთ. ვიცი რომ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ თქვენ მათ განცხადებებს, თუმცა ცდილობენ ყველანაირად დააკნინონ ეს პროტესტი გუშინდელ დღესთან დაკავშირებითაც ისაუბრეს. რას ფიქრობთ თქვენ, რატომ არის ახლა ქართული ოცნება აი ასეთ რეჟიმზე გადასული, რომ ყველანაირად ცდილობენ ყველას მიაკენონ? ხო, ასეთ შეფასებებზე პირდაპირ ვიტყოდი, რომ no comment, იმიტომ რომ ყველანაირი ლოგიკას გამოცლილი კომენტარები ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მოუხსნელია და ჩვენი პასუხი ამაზე ზუსტად დღეს თეატრმა გააკეთა, რომ სამშობლოს სიყვარულს ტრეინინგი არ ჭირდება და ჩვენ გადავცურავთ წყალს. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა რომ სხვების პოზიციაც მოვისმინოთ. ხედავ რომ აქ უკვე დაიწყეს შეკრება, ხედავ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც მოსულები არიან, ეს არიან ადამიანები, რომლებიც ანდროსთან ერთად თამაშობენ სცენაზე. აი ირაკლი აქ იმყოფება. მინდა რომ თქვენც აუცილებლად კითხოთ დღევანდელ დღეზე, ანდროზე მინდა კითხოთ პირველ რიგში, გაკლიათ დარწმუნებული ვარ. ძალიან ის რა გაქვთ მისთვის სათქმელი დღეს? არ ვიცი, ესე რა მაქვს სათქმელი, ცოტა რთულია ამ ამბულაში ანდროზე ლაპარაკი, იმიტომ რომ რეალურად სათქმელი რაც ქონდა, მე მგონი გუშინ თქვით ჩვენი საქმით როგორც შეგვეძლო და ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩემთვის როგორც სახიობისთვის და როგორც ანდროს მეგობრისთვის. და ანდროზე მინდა ერთი რამე ვთქვა, სასამართლოზე როცა მოსამართლემ გამოაცხადა, რომ პატიმრობაში ვტოვებთო, ანდროსთან მინდოდა მისულიყავი და რამე გამამხნევებელი მეთქვა, რომ არ ვიცი რომ შენთან ვართ და არ ინერვიულ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ვერაფრის თქმა ვერ მოასწარი, აქეთ იქიდან დაიწყო ჩემი დამშვიდება, რომ უნერვიულობო და ეგეთი ადამიანი არის ანდრო ჭიჭინაძე, ჩემი ძმაკაცი და ჩემი მეგობარი. და იმედია მალე თქვენთან ერთად იქნება აუცილებლად. მადლობა. ძალიან დიდი. მიშა ჩარკვიანს ხედავ და მინდა რომ მასაც ვთხოვოთ. მიშა, ნახეთ გუშინ წარმოუდგენლად მაგარი მანიფესტი. ვიცით ანდროს პოზიციაც რომ ძალიან ბედნიერი იყო გუშინდელი დღის შემდეგ ოჯახისაურმა გუითხრეს და დაანონსდა რომ ყოველი პარასკევი იქნება სწორედ სოლიდარობის აქციები სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, რომ ამ ადამიანებმა იგრძნონ რომ ისინი მარტო არ არიან, თუ აი რა არის თქვენი მთავარი მოტივი, რის გამოც გადაწყდა რომ ყოველ პარასკევს იყოს ისეთი აქცია? მე დიდი იმედი მაქვს რომ ეს ცოტა პარასკევი იქნება ძალიან და ბევრი პარასკევი არ იქნება და დიდი იმედი მაქვს რომ ეს პოროტება ძალიან მალე დამარცხდება რაც ხდება დღეს ჩვენ ქვეყანაში. მნიშვნელოვანი არის იმიტომ რომ ერთი მხრივ პატიმრებმა ნახონ და იგრძნონ რომ ჩვენ არ ვაპირებთ მათ მარტო დატოვებას და ხელისუფლებამაც გაიგოს რომ თუ ამას ხელისუფლება ქვია გაიგოს რომ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას, არ ვაპირებთ ჩვენი თანამებრძოლების ციხეში დატოვებას და არ ვაპირებთ გაყალბებული არჩევნების მიღებას. ჩვენ ვაპირებთ რომ ვიბრძოლოთ იქამდე სანამ დამსახურებულ გამარჯვებას არ მივაღწევთ. ბიჭა, ვიცი რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებთ ირაკლი კობახიძის, კახაკალაძის განცხადებებს, თუმცა მაინც მინდა რომ გკითხოთ, აი რომ ისმენთ მათ პოზიციას, თუნდაც გუშინდელი დღის შემდეგ დღეს გააკეთეს შეფასებები, ცდილობდნენ რომ ყოფილიყვნენ კაცრები, შეიძლება ესე დავარქვათ და არაფერი არ მოსწონს, რასაც ისინი ხედავენ თბილისის ქუჩებში და მოგიწოდებენ თქვენი საქმე აკეთოთ. როგორი არის თქვენი პოზიცია და პასუხი, რას ეთქვით? ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. არ ვიცი, არ უსმენდით ამ გამოსვლებს არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. მე მგონია, რომ ამ წუთას ის ურთიერთკავშირი, რაც საქართველოს მოქალაქეებს შორის არსებობს, ეს იმდენად ძლიერია, კონსოლიდაცია იმდენად ცხადია, რომ არა მნიშვნელოვანი ის ჯგუფი, რომელიც მართლობას იჩემებს, რას ფიქრობს და როგორ აფასებს, არც მათი გემოვნება მაინტერესებს დიდად სიმართლე რო ვთქვა და არც მათი შეფასებები. ამიტომ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, დგავართ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი თანამებრძოლების გვერდით და ვაგრძელებთ ბრძოლას, იმიტომ რომ სწორედ ესაა ჩვენი საქმე. მადლობა მიშა ჩარკვეს. 53 სინდისის პატიმრის მხარდასაჭერად დღეს სამ სხვადასხვა ადგილას შეიკრიბებიან ევროპული მომავლის მცველები. ნანკა კალატოზიშვილს ვთხოვ. პირდაპირ ეთერში ვართ, იმედი მაქვს რომ კარგი. ნანკა, მინდა რომ გთხოვო დღევანდელ დღეზე შენი პოზიციაც რომ გვითხრა და მოუყვე ჩვენს მაყურებელს. ვიცით რომ არის სამ სხვადასხვა ადგილზე შეკრება 53-ვე სინდისის პატიმრის მხარდასაჭერად. რას გვეტყვით, რატომ არის აუცილებელი რომ
ამ ადამიანებს ესმოდეთ თქვენი სათქმელი? ყოველთვის უნდა ესმოდეთ და ყოველთვის უნდა გრძნობდნენ ადამიანები, რომ ჩვენ მათ ხარში უდგავართ და არ დავთმობთ არც ერთს და არ დაუთმობთ ამ ფსევდო ხელისუფლებას, აი ამ სადიზმს არ ვაპატიებთ და აი ამ ადამიანების ესე გამწარებას ნამდვილად არ ვაპატიებთ. დღეს კიდევ ნახე სიუჟეტი, რომ გვარი არ მახსოვს ბიჭის ბახუტა აი ცხვირში რო ჩაარტყეს და დაზარალებულადაც არცნეს და აი ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ესეთ ქვეყანაში გავიღვიძეთ, არ ვიცი. დღეს რაღაც კომენტარებიც კი მოვისმინე კობახიძის და კალაძის და უბრალოდ წარმოიდგინონ თავის შვილები, ეს ლამაზი საყვარელი შვილები რომ ყავთ. აი ესე ძირს დაგდებული ცხვირში რო ურტყავენ წიხლს და მე დაზარალებულად არ ცნობენ. წარმოიდგინონ ყველა საკუთარი შვილი და მე მიხვდებიან რატო არ გავჩერდებით და რატო ვერ გაგვაჩერებენ. რომ მოვისმინეთ კობახიძის და კალაძის წაიკითხეთ ან ნახავდეთ, მოусმენთ ამ განცხადებებს. რევოლუცია უნდა თუ ასე ახლა შეცვალა სახელი მაიდანიდან გადავიდა რაღაც ახალ ვერსიაზე. ძირთადად გადამზადებულები რა ვარ და არ ვიცი ხა მათ პრეზიდენტს თუ განათლება არ ჭირდება პრეზიდენტობისთვის, ჩვენ მეგობრობისთვის არ გვჭირდება არსად გადამზადება და ქვეყნის სიყვარულისთვის. ამიტომ ეს მათთვის გაუგებარია მესმის, მაგრამ ნუ რა ვქნათ, ესეა. შეეგუონ. რამე გაქვთ სათქმელი ამ 53 პატიმრისთვის, ანდროსთვის, თქვენი მეგობრისთვის და არა მხოლოდ რას ეთყოდით ახლა ჩვენი ეთერით, რა შეუძლია? ანდროს მე ყველას არ ვიცნობ, ჩემს მეგობარ ნიკუშა კაციას, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის და არ ვიცი სახალხო დამცველს მე რამდენად უნდა მიმართო. ესეთი საშინელი სახალხო დამცველი ალბათ ცხოვრებაში არ ყოფილა ამ ქვეყანას. ნიკუშა კაციას ციხეშიც ავიწროვებენ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის. გიორგი ახობაძის გუშინდელი არ ვიცი მდგომარეობა უბრალოდ წარმოუდგენელია და ყველა იმ მზიასი და ასე შემდეგ. აი ყველა იმ 53 ადამიანს მინდა უთხრა რომ უბრალოდ იცოდნენ რომ ჩვენ არ დავთმობთ და მარტო არ არიან. ეს ზუსტად მინდა რომ იცოდე. ძალიან დიდი მადლობა. მთავარი სათქმელი დღევანდელი სინდისის პატიმრების მხარდასაჭერი მარში სწორედ იქნება ის რომ მარტო არ არიან ეს ადამიანები, მარტო არ ხარ თქვენს გვერდით არის მთელი საქართველო და ამის სათქმელად დღეს ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში. ნიკა კაციასთან დაკავშირებით ისაუბრა ნანკა კალატოზიშვილმა და ჩვენ ცოტა ხანში გვექნება შესაძლებლობა მის ოჯახის წევრებს ვესაუბროთ, რადგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ განსაკუთრებულად მძიმე პირობებში იმყოფება ის გლდანის დაწესებულებაში, მის მიმართ არაძლევენ საკვებს მათ შორის და თუმცა არ ინტერესდება სახალხო დამცველი ნიკა კაციას кейსთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო მასთან სანახავად, ახლა უფრო მეც მაყურებელს ბუნებრივია მოუყვებით მას შემდეგ, რაც გავესაუბრებით ნიკა კაციას დედას, ძმას და აქ ის ადამიანები, რომლებიც დგანან ქუჩაში დღეს მთელი დღის განმავლობაში, ჰქონდა მათთან გასაუბრების შესაძლებლობა, 53-ვე პატიმრის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მზია ამაღლობელი იყოს კარგად და ისინი განსაკუთრებულად ამხნევებენ მზია ამაღლობელს, ჩვენს კოლეგას და აცხადებენ, რომ მათთვის ძალიან პრიორიტეტული არის, რომ მზია ამაღლობელის საქმე არ შემოდონ თაროზე და ის უმოკლეს დროში გათავისუფლდეს, ისე როგორც ყველა ის პატიმარი, რომელიც უკანონოდ ზის ახლა სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში. დიდი მადლობა ნანუკა, დროებით დაგემშვიდობები.